მეგობრებო, აღარ გავჩერდეთ, გავათამაშოთ. მაინც თქვენთან წინ ნახავ, გავხსნი ვიდეო, სადაც იყო გათამაშება, აი ეს ვიდეოა, როგორც ხედავთ. იმედია კადრს კარგად ხედავთ. კომენტარებში დაწერეთ, ყველაფერი კარგად თუ არის, მაინც გადავამოწმებ. კადრში კარგად ჩანს ხო ყველაფერი? კი. კარგი, მოკლედ ესე იგი, ვიღებთ ჯერ შევიდეთ, პარემ. მაინც. აი ეს ვიდეოა, სადაც იყო გათამაშების შესახებ ანონსი. ავიღოთ ეს ვიდეოს ფორმული. დავხუროთ. ჩავაგდოთ აი ამ საიტზე. სულ როგორც ხედავთ არის 2504 ნახვა, 458 კომენტარი, 464 ლაიქი. ესე იგი ახლა ვაწვევი 3ჯერ. რა მომხარებელია, პრინციპში 3ჯერ არა, ერთხელ დავაწვევი. პირველივე ვინც ამომიგდებს მომხარებელს, შესაბამისად გადავამოწმებ გამოწერის შესახებ ინფორმაციას, თუ არის გამოწერილი და შესაბამისად ის იქნება პირველი გამარჯვებული. ესე იგი, დავიწყოთ ხო, მეგობრებო? კარგით, დავიწყეთ პირველი გაანალიზოს. გიორგი გეიმინგ. მოდით ვნახოთ გამოწერასთან დაკავშირებით. აი, როგორც ხედავთ, გამოწერილი აქვს, ასე რომ გიორგი გეიმინგს ვლოცავ. გიორგი, თუ უყურებ ამ ვიდეოს, შემეხმიანე Facebook გვერდზე, აი ეს არის ჩემი Facebook გვერდის ფმული. მომწერე შენი პროფილის მონაცემები, შენი პროფილი დამისკრინე, გამომიგზავნე Facebook-ზე, შესაბამისად ამ სპინერს გადმოგცემ შენ. ანუ მე არ მაქვს შენი მონაცემები, ასე რომ შენ თვითონ ჯობია შემეხმიანო. შემდეგი გამარჯვებული, ანუ ეხლა გათამაშდა ბეტმენის სპინერი. ესე იგი NXNL TV. როგორც ხედავთ, არ ჩანს აქ მონაცემები, მაგრამ აქ channels. სამწუხაროდ გათიშული აქვს, კიდევ ერთხელ გიმეორებ. მაგრამ არაფერი channels. სამწუხაროდ XNL TV გამოეთიშა თამაშს, რადგან გათიშული ქონდა ხილვადობა გამოწერილი არხების, ასე რომ გავაგრძელოთ. ყველას ვინც გაიმარჯვებს, აი აქ მექნება გახსნილი, ესე გიორგი გეიმინგ, პირველ მეოთხე ადგილზე გიორგი გეიმინგი გავიდა. ესე იგი WWE. აი როგორც ხედავთ, გამოწერილი არის არხი. ახალი გამოწერილია, როგორც ხედავ, შესაბამისად მესამე ადგილზე გავიდა WWE. შესაბამისად მან გაიმარჯვა ბეტმენის სპინერი. Killerman, მოდით ნახოთ Killerman-ის მონაცემები. როგორც ხედავთ, გათიშული აქვს. სამწუხაროდ გათიშული აქვს ნამდვილად. მაინც სწორად მარწერა შევამოწმებ. სამწუხაროდ Killerman-მა ვერ მოიგო, რადგან გათიშული ქონდა ხილვადობა გამოწერების. Shmagi GTV.
აქაც იგივე სიტუაციაა, მაგრამ თუ ჩავწერ channels კი მეგობრებო, მეორე ადგილზე გავიდა შმაგი GTV, ამ მომხმარებელმა გაიმარჯვა და წილად ხვდა ფერადი განათება, ციმციმებით განათება და მოდით მეგობრებო, პირველ ადგილზეც ირაკლი გეიმინგ. მხოლოდ გათშული აქვს ხილვადობა მის გამოწერების, შესაბამისად ირაკლი გეიმინგი ვერ მოიგებს. Just Gaming-ის არხები შევამოწმოთ. და ვლოცავ Just Magics, Just Magic-ი გავიდა პირველ ადგილზე, შესაბამისად მას ერგო მეტალის სპინერი, ანუ პირველ ადგილზე გავიდა. მეორეზე გავიდა შმაგი GTV, რომელსაც ერგო ფერადი სპინერი. მესამე ადგილზე გავიდა WWE, ხოლო მეოთხე ადგილზე გავიდა გიორგი Gaming, ანუ მეოთხე და მესამე ადგილს ერგო ბეტმენის სპინერი, მესამეზე ერგო ფერადი სპინერი, ხოლო პირველზე ერგო Just Magics ეს ალუმინის სპინერი. იმედი მაქვს რომ არ განაწყენდით მეგობრებო. თუ რა თქმა უნდა კიდევ ერთხელ მეორებ არხი მიაღწევს, მე მგონი ვერც მიაღწევს ტრანსლაციის დასრულებისას ამდენ გამომწერს საბამისად, მაგრამ ვიდეოს დასასრულის დროს გავათამაშებ მოკლედ. ერთი შანსი კიდევ გაქვთ მეგობრებო. ამ 4 მომხმარებელს შევინახავ მე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამ 4 მომხმარებელმა უნდა შემეხმიანოს Facebook გვერდზე. შესაბამისად და ამის შემდეგ გადაცემის მონაცემებს ყველაფერს შევთანხმდებით, რა თქმა უნდა, Facebook გვერდზე. ეხლა ამ წუთისთვის მოდით პარეგან ბოლო გავათამაშო და დავასრულოთ, მე მგონი აზრი არ აქვს ლოდინს. ხოლო მე-6 ადგილზე გავიდა GeoPlays. სამწუხაროდ გიორგი მაც ვერ გაიმარჯვა. არ ჩანს გამოწვეული არხები. საბა სახვაძე. მე-6 ადგილზე გავიდა საბა სახვაძე, ამასაც რა თქმა უნდა, თუ მე-5 ადგილზე ბოდიში რა არის მე-6 ადგილზე, ცოტა ავერიე. რა ვიცი, მე მგონი კითხვები არ გაქვთ, დიდი ინტერესი არ არის როგორც ხედავ და მე მგონი დავასრულებ ტრანსლაციას. მოკლედ მეგობრებო, თუ გაქვთ სული რომ შეიძინოთ სპინერი, რომელიც მაქვს, ანუ მეტალის 2 ცალი, მომწერეთ Facebook გვერდზე. დღეისთვის სულ ეს იყო. დიდი მადლობა რომ გიყურებთ. კარგად ვსანდებოდეთ.